გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში კახეთში კვლავ არამდგრადი ამინდის შენარჩუნდება. უმეტეს მუნიციპალიტეტში იქროლებს ქარი, ზოგან ძლიერიც. გასულ დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. თერმომეტრი დღისით 21, ღამით კი 5 გრადუსს მიაღწევს. კვირიდან კი ამინდის მკვეთრ გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ. ამაღამ და ხვალ რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთ რაიონში ველოდებით ხანმოკლე წვიმას ერთად და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი ღამით კახეთის ზოგიერთ რაიონში ველოდებით ძლიერ 17-22 მეტრი წამით დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით გვექნება +5-10, ხოლო ხვალ დღეში გვექნება 16-21 გრადუსის ფარგლებში. ქარიანი ამინდი ძირითადად უფრო თელავი, ყვარელი, გურჯაანის მხარეს დაფიქსირდება, ხოლო სამხრეთ კახეთში სიღნაღში შედარებით შესუსტებული სახით გვექნება ქარის სიძლიერე. ხვალიდან ქარი უკვე შეწყდება და დაიკლებს 10-15 მეტრი წამის ფარგლებში. მოიმატებს დღის ტემპერატურა 16-21 გრადუსის ფარგლებში. შაბათისთვის კვლავ შევინარჩუნებთ კახეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმას ერთად. ზოგადად შესაძლებელია იყოს ძლიერი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში და დღისით შესაძლებელია ქარის დროს, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება.